გვერდზე გავყო, თავდასხმაზე არ გადავიდა, არც ბრძოლა არ მეუღო, დაიწყო აქეთ სირბილი მთელი ცხენოსანი ჯარი წამოვიდა. და აი ამასაც კი გაცდა. ამათ ხო ცხენოსანი ამ ცხენოსანმა ჯარმა რომ დაინახოს ალექსანდრე კიდე იქით მიდის. ამათაც პარალელურად დაიწყეს ამის მოძრაობა, არც ესენი არ დაესხნენ თავს. პარალელურად რომ ამათ დაიწყეს ამ ჯარის, ანუ რატო აკეთებენ ამას, ეშინიათ რომ ალექსანდრემ აქედან არ დაარტყას რა გვერდიდან. ამიტომ ესენიც აქეთ გამოიწივნენ რა, ეს მოდის აქეთ, ესენიც მოყვებიან, გვერდი მოდიან. აი აქ როგორ წარმოიქმნა დიდი საქვია დაცილება. ამ ჯარის ნაწილმაც დაიწყო ცხენოსან ნაწილთან ერთად მოძრაობა აქეთან მიმართულებით, ანუ ესე წამოვიდნენ ესენიც. და ამ დროს რა მოხდა? აი აქ წარმოიქმნა დიდი ადგილი, ანუ აი ესეთი ადგილი წარმოიქმნა. ალექსანდრეს ეს ცხენოსანი ხო მოყავდა და აი აქ ედგა მეშურდულები, აი ესეთი შურდულებით ისწორდნენ ტიპები, მეშურდულები ედგა, მეშურდულები ამოყნენ, ეს რო დაიძრა, მეშურდულები დაიძრა, მტვერი იდგა რაღაც ვერ დაინახეს, მეშურდულები წამოყნენ ალექსანდრეს და ალექსანდრე დაინახა აქ ეს ჯარი გამოიწია. აიღო და შეწყვიტა წინსვლა, ოდნავ ცოტა დატოვა ისინი რა ქვია, ცხენოსნები და თვითონ პირდაპირ აი აქ დაარტყა, აი აქ. ამათ ხო დაინახეს, რომ ალექსანდრემ აქ დაარტყა ცენტრი, დარიოსი ახაზის. შემოbrunება დააპირეს, მაგრამ ცხენოსნებმა დაარტყეს აქედან. და მეშურდულებმა ქვების სიტყვა აი ამათ დააუშინეს, თვითონ ამ ჯარსაც და ცხენოსნებსაც. ანუ აი ეს ფლანგი აქ შეიკრა. ეს ხდება ძალიან სწრაფად. ცხენით ალექსანდრე თავის ჯართან ერთად